ის არასდროს ერიდება ხმამაღალ განცხადებებს და პროცესებს, ყოველთვის პირდაპირ შელამაზების გარეშე აფასებს. დღეს, როდესაც საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებულია, ხოლო პოლიტიკური ბულინგი და სოციალური აგრესია ყოველდღიურობად იქცა. საინტერესოა, სად გადის ზღვარი აზრთა სხვადასხვაობასა და მტრობას შორის. დღევანდელი რუბრიკის სტუმარია ქალბატონი ლალი მოროშკინა. მოგესალმებით, ქალბატონო ლალი. მოგესალმებით. პირველი კითხვით დავიწყებ. პოლიტიკური ბულინგი საქართველოში ძალაუფლებისთვის ბრძოლის იარაღი თუ კულტურის დეფიციტი? მე ვფიქრობ, კულტურის დეფიციტი უფრო არის და თქვათ, ჩემთვის ბულინგი ყოველთვის იყო ბიძგის მომცემი, რომ უფრო მეტი გავაკეთო, უფრო მეტი ჩემი საკუთარი აზრი გამოვთქვა და უფრო კარგად დავიცვა ჩემი პოზიცია, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ შევიდე პოლემიკაში, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ბულინგის მატარებელია და რომლისთვისაც ეს არის ცხოვრების წესი და ან რაღაცა ამოცანა აქვს მიღებული და ამ ამოცანის ამოხსნა უნდა შენი დაკნინებით, მას არ უნდა მიცე უბრალოდ საშუალება რომ გაიხაროს. ეს რას ნიშნავს? სულელთან კამათია, ხო? ანუ სულელი ყოველთვის ჩამოგიყვანს თავის დონეზე და იქ არის თვითონ მეფე და დედოფალი. ამიტომ მოდით არ მივცეთ ამის უფლება, რაღაცა თქვეს, იქილიკეს, თქვა რაღაცა არ მოეწონათ, ეს მათი აზრია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით მინიმუმ წინ ვართ, იმიტომ რომ ის რაც ზურგს უკან არის ნათქვამი, ზურგს უკან არის ნათქვამი. შესაბამისად, მოყვარეს პირში უძრახეს სულ სხვა ამბავია. ამიტომ მოყვარეს ჩვენ სხვა მხრიდან ველოდებით. რა უფრო საშიშია ქვეყნისთვის? რადიკალური პოლიტიკური აგრესია თუ საზოგადოების ნიჰილიზმი? ძალიან საშიშია ნიჰილიზმი. მე ვფიქრობ, რომ როგორც კი საზოგადოება გადადის ნიჰილისტურ პოზაში, ეს ნიშნავს, რომ რაღაცა დამთავრდა. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ სადარაჯოზე და ძალიან კარგია, როდესაც არსებობენ თუნდაც აგრესიული ელემენტები. რატომ? ვიღაცა უნდა გამოთქვამდეს თავის აზრს. შემდეგ სხვა ნაწილი უნდა ამბობდეს ეს აზრი რამდენად მართებულია. როდის ინგრევა ოჯახი, როდესაც ცოლ-ქმარი ერთმანეთს საერთოდ აღარ ელაპარაკება. სანამ ერთმანეთში დიალოგი მიდის, თუნდაც ხმამაღალი ტონით დიალოგი, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის. როგორც კი წყდება ყველანაირი პროცესი, იქ იწყება წარმოუდგენელი და მე ჩემთვის ეს არის არმაგედონი. ალბათ ახლა დღევანდელ სიტუაციაში რომ ვთქვათ, მაგალითად პოლიტიკასთან რომ გავავლოთ ესე პარალელი, სანამ იქნება ქვეყნებს შორის პატარ-პატარა სროლები, პატარ-პატარა ჭხუბები, პატარ-პატარა ძიძგილაობა, მანამდე არ იქნება გასროლილი ატომური ბომბი. როგორც კი ჩამოწვება ესეთი მდუმარება 2-3 დღიანი, მერე იქნება საშუალად საქმე. სოციალური ქსელები დღეს პოლიტიკური მანიპულაციის იარაღია თუ ხალხის რეალური ხმა? მე ვფიქრობ, მაინც ეს არის მანიპულაციის იარაღი, იმიტომ რომ რეალური ხმა, მოდით ასე ვთქვათ, არის მის სოციალურ ქსელში. მე სოციალურ ქსელში, როგორც მოაზროვნე ადამიანი, ხო, და მე ვფიქრობ, ხა მე როდესაც ვამბობ, ეს კრებითი სახელია, ხო, არასოდეს არ გამოვდებ იმას, რაც რეალურად მაწუხებს ცხოვრებაში. ჩვენ რომლებიც რაღაც ვიღვიძებთ ჩვენი პრობლემებით, თუნდაც რაღაცა ოჯახში უკმაყოფილებით, სამსახურში, ხა ის ადამიანი, რომელიც ამაზე აპელირებს და ამას გამოდებს Facebook-ზე, ხა ეს არის რაღაცა, მე ვფიქრობ, მისი დაბალი კულტურის მაჩვენებელი. ამიტომ ის რაც ხდება Facebook-ზე, მაინც მანიპულაციის საგანი უფრო არის, მე მეცაც ვიტყვი, ეს არის ერთგვარი თამაში, პოლიტიკური თამაში, რომელიც ძალიან კარგად ავლენს ასევე სულელ ადამიანებს და აპრიორი იცი, რომ იმ სულელთან, რომელმაც აქცია, სოციალური ქსელი, ვთქვათ, თავისი კვერცხის შეწვის, რაღაცა, ამ თანმიმდევრობად, ან რაღაცა ტანსაცმლის გამოსაჩენად, ან თუნდაც რაღაცის მოსაყულად როგორ არის დაჩაგრული ან ოჯახში, ან საზოგადოებაში, კარგად ჩანს, რომ ამ ადამიანთან, მე არაფერს არ შევქმნი მასთან ერთად სამომავლოდ, არც ბიზნეს, არ მოვიყვან პოლიტიკაში, იმიტომ რომ მოვიყვანო პოლიტიკაში ადამიანი, რომელიც ანთხევს ყველაფერს სოციალურ ქსელში, ხო, გასაგებია, რომ რაღაცა ესე იგი იმას ვერ აქვს თლად დალაგებული, თლად კარგად. ამიტომ ვფიქრობ, რომ ფანტასტიკური ადგილია პოლიტიკური მანიპულაციისთვის. როდესაც ადამიანს განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო აბულინგებენ, ეს დემოკრატიაა თუ ფაშიზმი? ბულინგი მაინც ვფიქრობ, რომ არ არის ფაშიზმი, დემოკრატია, ilaparaqos, ისაუბროს. იქნებ მეც ვიზრდები ამასობაში, იქნებ მეც
ვაშკაცდები, იმიტომ რომ ადამიანმა უნდა გაიაროს პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ნაბიჯები. ხა შენ თუ ვიღაცის ბულინგი შეგეშინდა, შენ თუ ასე ნათქვამი სიტყვის შეგეშინდა, მე რას ველოდო, როდესაც დარტყმებიც უფრო დიდი იქნება, გამოწვევებიც უფრო დიდი იქნება. მე პირიქით მაგალითად, ხა რომ არა ესე შექმნილი სისტემა, ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის შევქმნიდი ესეთ გარკვეულ турბულენტურ გარემოს. აბა ვნახოთ ვინ როგორ აიტანს, აბა ვნახოთ ვინ როგორ გამოძრობა. ხა პოლიტიკოსი რომელიც მე Facebook-ზე წერს, ხალხო, დამაბულინგეს ეს მიყვეს, ის მიყვეს. გასაგებია რომ მე მასთან ერთად შემდეგ პარლამენტში არ მინდა ჯდომა. ან მე აი ასეთ ადამიანთან, რომელიც ისტერიკას იმართებს, იმაზე რომ ვიღაცამ შეაგინა, ვიღაცამ მიაწყევლა, არსებობს ოქროს წესი, ბულინგი, საპასუხო ეს არის იგნორი. თუ შენ ვერ ფლობ იგნორს, თუ შენ არ შეგიძლია და მე ვფიქრობ იგნორის მეფე ალბათ იყო მაინც შევარდნაძე, რომელიც მიუხედავად იმისა, რა არ იყო მის თავს, ისე ძალიან ლამაზად ახერხებდა გამოსვლა სიტუაციიდან. არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ახერხებენ და ირიდებენ ამ ყველაფერს, არ პასუხობენ. მე ვიტყოდი ასე, რომ მე არ მახსოვს ასევე ბიძინა ივანიშვილი, როდესმე პასუხობდეს, თქვა აი ჩემზე ეს თქვეს, ჩემზე ის თქვეს და აი რა არ თქვეს ჩემზე და ჩემ შვილებზე და შეურაცხყოფა მოგვაყენეს. მე არ მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მართლა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა. ამიტომ ადამიანი ძლიერია იმითი, რომ მას შეუძლია მუშტის ატანა, დარტყმის ატანა, როგორც მოკრივეებს აჩვევენ, ხო, დარტყმას, იმისთვის რომ უფრო ძლიერ დარტყმას გაუძლოს, ხო? შენ თუ დარტყმას ვერ უძლებ, მაშინ არ ყოფილა შენი ადგილი და შეწვის კვერცხი სამზარეულოში. საზოგადოების ორბანაკად გახლეჩა. ხელოვნურად მართული პროცესია თუ ჩვენი ისტორიული სენი? ორბანაკად ეს არის მინიმუმი. მე ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება მინიმუმ 4 ბანაკად იყო ყოველთვის გახლეჩილი და ეს ნორმალური პროცესია. ყველა თუ ერთ ბანაკში იქნება, ერთ ჭკუაზე იქნება, ერთ აზრზე იქნება, რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას, რა აზრი აქვს განვითარებას, როგორ შეიძლება არ ყავდეს ოპონენტი. რატომ იყო, როდესაც ვიცავდით დისერტაციას, ყოველთვის ყავდა ოპონენტი, რომელიც გვეუბნებოდა, რომ კი ბატონო, აი ამ თემაში მე ეს მომწონს, მაგრამ მოდი ეს თემა ჩაშალე, როგორ არის მართებული. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ აქ არის გარკვეული კითხვის ნიშნები, ხო? როგორ შეიძლება ოპონირების გარეშე საზოგადოება ვითარდებოდეს, მაშინ სექტა ხარ, ხო? ამიტომ მე სექტანტიზმის წინააღმდეგი ვარ. მე ვფიქრობ, ოპონირება დასაშვებია იქაც კი, სადაც ჩვენ ვფიქრობთ ხანდახან, რომ დაუშვებელია. ვთქვათ, არის ჩაკეტილი სამყარო ჩვენთან, ხო? არის რაღაც ჩაკეტილი წრეები, სადაც იქაც კი შესაძლებელია ცოტათი გაჩნდეს ოპოზიციური აზრი, მათ შიგნითვე. ამიტომ სრულიად ნორმალურად მიმაჩნია და ორი ბანაკი ცოტაა. ყოველთვის უნდა იყოს 3-4 განსხვავებული აზრი და მაშინ იქნება დემოკრატიული სახელმწიფო. სადაც ერთს უნდა ხატვა, მეორეს უნდა ცეკვა, მესამეს უნდა ქვეყანაზე ზრუნვა, მეოთხე საერთოდ არაფერი არ უნდა, მაგრამ ეს მის ისტორიული არჩევანი არაფერი არ უნდადეს. იცით რა არის, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ჩვენი მეფეები, როგორ ანვითარებდნენ ამ ქვეყანას. მაგალითად, ერეკლე მეორეს ჰქონდა ასეთი წესი, რომ თუ სომეხ ვაჭარს ჰქონდა ძალიან კარგად აწყობილი ბიზნესი, ხო, ანუ სავაჭრო ეს კვანძი და ის ვერ წავიდოდა ჯარში და ვერ მოცდებოდა, ჯარში მის მაგივრად მიდიოდა ძალიან ხშირად ქართველი, რომლის ოჯახსაც ინახავდა სომეხი და აი ასე ხდებოდა გადალაგება ამ ტვირთის და ძალიან კარგად იყო ბანაკებად დაყოფილი, თქვა ვაჭრობაში იყვნენ სომხები, ქართველები ხშირად მიდიოდნენ მათი ოჯახების მაგივრადაც იხდიდნენ ჯარს და ძალიან ასე თქვა ტოლერანტულად იყო დაწყობილი ეს სიტუაცია. მე ვფიქრობ, რომ ვიღაცა გამომეკიდება სიტყვაზე, მაგრამ ეს არის ისტორიული ფაქტი. შესაბამისად, ჩვენ ბევრ რამეს მოგწევს ისტორია, კარგად რომ ჩავიხედოთ, თუნდაც ჩვენი მეფეები როგორ იქცეოდნენ და ტოლერანტულად როგორ იყვნენ განწყობილები სხვა ხალხის მიმართ, ან თუნდაც იმ ხალხის მიმართ, რომელსაც იმ მომენტში არაფერი არ უნდოდა. თქვენი გამოცდილებით პოლიტიკაში მყოფი ქალი უფრო მეტი აგრესიის სამიზნეა ვიდრე კაცი? ქალზე უბრალოდ უფრო მარტივია ქილიკი, ვიდრე მამაკაცზე. ხა, ნუ აი მამაკაცზე რა შეიძლება თქვა, ხო? 1 2 და მორჩა. ქალზე შეგიძლია იგულაო ბოლომდე, ხო? ნუ იქიდან დაწყებული რომ ახინჯია უგემოვნებოა, იქ რა გინდოდა მან შედი ქალო ბუდკაში და ასე შემდეგ. რა უბრალოდ მარტივია, მაგრამ სამაგიეროდ თუ
ქალმა გამოავლინა რკინის ნება და სხვათა შორის ეს მარტო საქართველოში არ არის. აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე პრობლემა აქვს ქალ პოლიტიკოსებს, ქალებს, რომლებიც ან სცენაზე უფრო ჩანან, ან კინოში, ერთი და იგივე პრობლემა არის. არავინ არ თქოს, რომ საქართველოშია განსხვავებული, მაგრამ უყურეთ, მთელ მსოფლიოში იგივე პრობლემა არის ქალებთან მიმართებაში, როგორც ტერჩერმა შეძლო, როგორც გოლდა მაიერმა შეძლო, ვთქვათ, რაღაცა თავისი სიტყვა, როგორც ინდირა განდიმ შეძლო, ისინიც აღმოცენდნენ მამაკაცურ ასე კომუნებში და შექმნეს ძალიან მაგარი პოლიტიკა, შექმნეს ძალიან მაგარი ხაზი და ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რომ შენ აიცილო ის ბულინგი, რომელიც მომართულია და თუ შენ შეძელი და მაგრა დადექი, იქ უკვე კაციც კი ვერ გაჯობებს, იმიტომ რომ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ქალს მეტი ეშმაკობა აქვს, მეტი გამჭრიახობა აქვს და კიდევ ერთი, ქალს დედის ინსტინქტი აქვს. დედის ინსტინქტი ნიშნავს, რომ შენ ომსაც წინასწარ გრძნობ, უბედურებასაც წინასწარ გრძნობ და შიმშილსაც წინასწარ გრძნობ, რაც უნდა ააცილო როგორც შენ შვილებს, ესე საზოგადოებას. რა უფრო მარტივია საქართველოში პოლიტიკური რეპუტაციის შექმნა თუ მისი ერთ წამში განადგურება? მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ რეპუტაციას ვერ გაანადგურებ, თუ შენ გაქვს რეპუტაცია. ნადგურდება ის, რაც არ არსებობს და რაც არასოდეს არ ყოფილა და კვაზი იყო, ხელოვნურად შექმნილი იყო. რაც ნამდვილია, რაც ნაღდია, რაც შედუღაბებულია, რაც წლებით მოტანილია, ის არ ინგრევა. შენ შეიძლება რაღაცა ერთწუთიერი, ვთქვათ, მიიღო საზოგადოებისგან დარტყმა, ამ ვთქვათ, ჯგუფმა, რომელიც შენ წინააღმდეგ არის, კარგად იმუშავა, მაგრამ ეს იქნება წამიერი, წუთიერი და შენ მაინც იმ პიედესტალზე, იმ რაღაცა საფეხურზე იმ ძალიან მაღალ კვარტლბეღზე რჩები, რომელზეც ამავე საზოგადოება მაგიყვანა, მაგრამ იცით რა, რატომ კარგი აგიგია? ჩვენ ხო ის ქვეყანა ვართ, სადაც არ უყვართ ადამიანები, რომლებიც რაღაცა კარგს აკეთებენ. რაღაც მომენტში იმ საზოგადოებიდან გამოდის გველური ნაწილი, რომელიც ცდილობს დაგგესლოს, რომელიც მოგშხამავს და ნუ ხა ნერონის ეს ეფექტი იყო, არის და იქნება ყოველთვის, იმიტომ რომ ვიღაცა აგებს მავზოლეუმს და ვიღაცა წვავს ამ მავზოლეუმს. ამიტომ შესაბამისად, შენ თუ მართალი სიტყვით ხარ, შენ თუ ახლა ზევსი ხარ პოლიტიკაში, ნუ შეიძლება პატარა გაელვება მოხდეს და ოდნავ ჩრდილი მოგადგეს, მაგრამ მაინც ზევსად რჩები. დღევანდელ საზოგადოებას უფრო მეტად პოლიტიკური იდეალები აკლია თუ ელემენტარული ერთმანეთის გატანა? დღევანდელ საზოგადოებას არაფერს არ აკლია, იმიტომ რომ არ აკლია ჩვენ ამდენს ვლაპარაკობთ ამ ყველაფერს, რომ გვაკლდეს, ვიქნებოდით საკონცენტრაციო ბანაკებში, ტყვეებად ჩავარდნილები, ვიქნებოდით შიმშილის ზღვარზე მისულები, ჩვენ ისეთი ფუფუნება, როგორიც აქვს 21 საუკუნის მეორე ნახევარს, ხო, რომ გადავავლოთ მსოფლიოს, ყოველთვის იყო რაღაცა სახის კრიზისები. ფუფუნებაში მე ვგულისხმობ იმას, რომ უფრო დიდი ხანია ხოლმე ომების გარეშე, ვთქვათ, უფრო მრავალფეროვანია რაციონი, რომელსაც იღებს საზოგადოება, უფრო მეტი, ვთქვათ, სამედიცინო დახმარების მხრივ, უფრო კარგად მუშაობს სამედიცინო პროგრამები. მე ვგულისხმობ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს და რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ხომ მსოფლიოს ნაწილი ვართ, ხო? როდესაც შენ წარმოიდგენ და კარგია, მე მომწონს ფილმები, სადაც შედარებაა ხოლმე, აი როდის რა ხდებოდა. როდესაც შენ წარმოიდგენ, რა ხდებოდა საუკუნის დასაწყისში, წინა საუკუნის დასაწყისში, ხო? რა ხდებოდა 30-იან წლებში, რა ხდებოდა ომიანობის დროს, რა ხდებოდა ომიანობის მერე, ხო? ჩემი მაგალითად მშობლები არიან ომის შემდგომი თაობა, ხო? ჩემი ბებია და ბაბუა იყვნენ ომის თაობა და ისეთებს ყვებიან, რომ ფიქრობ, ნუ როგორ გადარჩით, როგორ აიტანეთ და ამბობენ, რომ აი ჩვენ საღამოობით ვიკრიბებოდით, მღეროდით, ერთმანეთს ვართობდით. ანუ ადამიანის ფსიქიკა როგორ მუშაობს, როგორც კი რაღაცა გაჭირვება არის, მომენტალურად შენი ორგანიზმი ადაპტირდება, როგორც 90-იანებში, ალბათ ყველას გახსოვთ, ხო? ვინც ჩემი თაობის წარმომადგენელია, რომ მე მაგალითად, როდესაც მოვდიოდი ტელევიზიიდან და მიმყავდა 12 საათიანი საინფორმაციო გამოშვება, აი მეზობლები ხდებოდნენ ანთებული სანთლებით, იმიტომ რომ პირველის ნახევარზე დენი ითიშებოდა. და ეს იყო ერთიანი სადილები, ერთიანი ვახშმები. ანუ ის სიტუაცია, რომელიც დროება მოიტანა, განაპირობებს იმას, რაც ამ წუთში არის. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს საზოგადოებაში პრობლემა ნაკლებად არის და იმიტომაც გვაქვს ამდენი ტლიკინის საშუალება. თქვენი ფორმულა. როგორ უნდა შევინარჩუნოთ ადამიანობა და ჯანსაღი გონება ამ ტოტალური პოლიტიკური ტოქსიკურობის ფონზე?
მე მაგალითად ვერ ვხედავ ტოქსიკურობას, იმიტომ რომ არ ვიღებ. შენ არ გეკარება ის, რაც არ გინდა რომ მიიღო. მე ვიღებ იმას, ჩემთვის მისაღებია ის, რასაც მე ვხედავ. მე ვხედავ სიკეთეს, მე ვხედავ სიყვარულს, მე ვხედავ კარგ მეგობრებს, კარგი ოჯახის წევრებს, კარგ კოლეგებს და შესაბამისად მათ ვიღებ. მე არ ვიცნობ ტოქსიკურ ადამიანებს, იმიტომ რომ ისინი ჩემთვის გამჭვირვალე ხდებიან მომენტალურად, რომ ხედავ რომ ტოქსინი მოდის, ის მომენტალურად გზაში გამჭვირვალე ხდება. ამიტომ მე მათთან არ ვცხოვრობ, ჩვენ ერთ სამყაროში არ ვცხოვრობ, პარალელური სამყაროებია და მე ჩემთვის ძალიან კარგი ფორმულა მაქვს. მე იმ სამყაროში ვარ, რომელიც მე მომწონს და სადაც მე ჰარმონიულად ვარ. მადლობა.